საქართველოს ეროვნული სასახლის მედიათეკა აცხადებს ნახატების კონკურსს იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოებების მიხედვით. მასში მონაწილეობის მიღება 13 წლამდე ასაკის მოზარდებს შეუძლიათ. კონკურსის წესების მიხედვით მოსწავლეებმა უნდა წაიკითხონ იაკობ გოგებაშვილის ნებისმიერი ნაწარმოები, დახატონ და დაასათაურონ ერთი ან ორი ნახატი. ნამუშევრების მიღება უკვე დაწყებულია. გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია 27 ოქტომბერს გაიმართება. ღონისძიება ქართული საბავშვო წიგნის დღეს და იაკობ გოგებაშვილის დაბადების თარიღს მიეძღვნება. ორგანიზატორთა განმარტებით მიღებული საკონკურსო მასალა ეროვნული სასახლის მედიათეკის გვერდზე გამოქვეყნდება. ნაშრომების მიღება კი 13 ოქტომბრამდე გაგრძელდება. თითქმის უკვე 20 წელი ხდება, რაც დაარსდა ქართული საბავშვო წიგნის დღე 27 ოქტომბერს, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს. ყველა ბავშვი, ყველა სკოლა და საბავშვო ბაღები აღნიშნავენ ქართული საბავშვო წიგნის დღეს. ეროვნული სასახლე კი ამ თარიღს შეუერთდა 2010 წლიდან და ყოველწლიურად განსხვავებულია სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავთ ხოლმე. ბოლო 5 წელია ჩვენთან მედიათეკაში ეწყობა იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი ილუსტრაციების კონკურსი და მასში მონაწილეობს ძალიან ბევრი ბავშვი, ნებისმიერი ქალაქიდან, სოფლიდან, ემიგრანტი ბავშვებიც მონაწილეობენ, არაქართველი ბავშვები აგზავნიან ილუსტრაციებს და როგორც წესი ეს ცხადდება ხოლმე შემდეგ გამარჯვებულები და ვაჯილდოვებთ მათ ქართული საბავშვო წიგნებით. წელსაც გვაქვს ანალოგიურად გამოცხადებული ეს კონკურსი. ნამუშევრების მიღება იწარმოებს 1-დან 12 ოქტომბრამდე, შემდეგ გაიტვირთება ჩვენს ვებგვერდზე და ხმის მიცემა დასრულდება 22 ოქტომბერს და ამ დროს გამოვლინდება 6 გამარჯვებული, ანუ 3 გამოვლინდება ჟიურის რჩეული და 3 Facebook ლაიქების მიხედვით. ამ პროექტის მიზანი ცხადია არის ის რომ პატარები ბავშვები დავაახლოთ წიგნთან, რომ შევაყვაროთ საბავშვო ლიტერატურა, შევაყვაროთ კითხვა. ჩვენს მედიათეკაში არაერთი პროექტი მუშაობს სწორედ ამ მიმართულებით, წიგნიერების მიმართულებით და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელსაც ყოველწლიურად ვატარებთ სხვა დანარჩენ ღონისძიებებთან ერთად.